დაპირ ვიტყვი, რომ სრულიად ფანტასტიკური ამბავი არის, რამდენიმე ვერსია მოვიცმინე და არც ერთი დაჯერება არ არის შესაძლებელი. ადამიანი, რომელიც სულ რაღაც თვენახევრის წინ ამბობდა, რომ არჩევნებში არ მონაწილეობა არის რადიკალიზმი და არ შეიძლება და იყო განწყობილი, რომ აი რაღაცა ტიპის თანამშრომლობა ყოფილიყო, უცებ ხედავთ, რომ აი ასეთი ბრალდების ქვეშ არის. პირდაპირ გეტყვით, რომ არ შემიძლია ნამდვილად რომელიმე ამ ვერსიას ან მივემხრო, ან მეტი დამაჯერებლობა მივაკუთვნო და ამიტომ მე თვითონაც ველოდები ხვალინდელ სასამართლო პროცესს, სადაც თვითონ ბატონი ელისაშვილი გამოვა და სავარაუდოდ იტყვის იმის შესახებ თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, იმიტომ რომ ვრცელდება ვერსიები, რომ ვიღაცამ გაიტაცა, არ ვიცი, ბევრნაირი ვერსია მის ფიზიკურ დაზიანებებთან დაკავშირებით და ალბათ ყველაზე საუკეთესო იქნება, რომ მას შემდეგ რაც უკვე მოსმენელი გვაქვს პროკურატურის ვერსია, მოვისმინოთ იმ ადამიანის ვერსიაც, რომელიც არის ბრალდებული აი ამ ტიპის დანაშაულში. ნუ ასევე არსებობს კიდე რაღაც ფაქტორი, რომ იცით, რომ მისმა პარტიამ ლელომ უკვე გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც გაემიჯნა ბატონი ალიკო ელისაშვილის მოქმედებებს და როგორც ჩანს, მათ უფრო მეტი რამ იციან აი ამ ამბის შესახებ, ვიდრე შეიძლება ვიცოდეთ ან მე, ან თქვენ, ან კიდე საქართველოს მოქალაქეებმა. ნებისმიერ შემთხვევაში იმდენად პატივი უნდა ვცეთ, ჩემი აზრით, ბატონ ალიკო ელისაშვილს, რომ მოვისმინოთ მისი პოზიცია და შემდეგ უკვე რამდენად დამაჯერებელი არის ამის შემდეგ შეგვეძლება საუბარი. ის რომ ხელისუფლებამ შეიძლება ნებისმიერი სიყალბე იკადროს, ნებისმიერი ფალსიფიკაცია მოახდინოს, ეს ჩვენთვის არის ცნობილი, ამიტომ მეორე მხარის პოზიციის გარეშე მე გამიჭირდება ამაზე საუბარი. კი ბატონო, და აი ბატონო, გადაცემის პირველ ნაწილში სტუმართან საუბრობდით, აი რას უყვება და აჩვენებს ხელისუფლება საზოგადოებას, როდესაც საქმე ეხება ოპოზიციას, რომ ელისაშვილი ტერორისტია, 4 ოქტომბრის ორგანიზატორები არიან რაღაცა სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმს აწყობდნენ, ციხეში გაუშვეს პოლიტიკოსები, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ თურმე, სამშობლოს მტრები, მოღალატეები, აი მთელი მართლაც პროპაგანდის არაერთი მანქანა მუშაობს იმისთვის, რომ აი ეს დაილექოს საზოგადოების გულობაში. ვერავის ვერ აჯერებს ამას, გარდა საკუთარივე თავგანწირული მომხრეების. ეხლა სინამდვილეში ქართული ოცნების მხრიდან მიმდინარეობს უკიდურესად შეთხელებული თავისი მომხრეების გამაგრება აი ამ ყოველდღიური სიყალბით, რომ თითქოს და ოპოზიცია არის ჩართული რაღაც ტერორისტულ საქმიანობაში და ასე მე მოვისმინე ბატონი პაპუაშვილისაგან მართლაც სირცხვილია ამ ტიპის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ აიო ესო ევროკავშირის მიერ არისო, რა ორგანიზებულიო და იმიტომ აკეთებენ ასეთ რამესო. რომ ყველასათვის საღაზრზე მყოფი ყველა ადამიანისათვის ცხადი არის, რომ ეხლა ცდილობენ დემონიზებას მთლიანად ოპოზიციის, მაგრამ მხოლოდ ოპოზიცია რო იყოს მათი სამიზნე, კიდევ უფრო იოლი ვითარება გვექნებოდა. რეალურად ცდილობენ პრესის დემონიზებას, არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზებას, საქართველოს მოქალაქის დემონიზებას ის დრო, როდესაც ერთი ან ორი პოლიტიკური პარტია ყავდათ სამიზნედ არჩეული, უკვე არის წასული და დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც კარგად ხვდება რა სიყალბის გამავრცელებლებიც არიან ხელისუფლებაში, არის მტრად გამოცხადებული. ტრის ხატის შექმნა, აი ახლა ეს არის ოცნების ანი და ჰოე, ოცნების მთავარი იდეოლოგიური ჩარჩო. მათთვის აღარ არსებობს საქართველოს მოქალაქე. არსებობდა, როდესაც ხელისუფლების პირველი წლები იყო, ანგარიშს უწევდნენ რაღაც განწყობებს, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არის. მაგრამ ახლა მათთვის საქართველოს მოქალაქე არ არსებობს. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ უარი უნდა ვთქვათ სინდისზე, უარი უნდა ვთქვათ კეთილგონიერებაზე, უარი უნდა ვთქვათ პატრიოტიზმზე, აქ ქვეყნის ერთგულებაზე, თუ არა და სხვა შემთხვევაში მივიღებთ ფიზიკურ ზემოქმედებას, დაჭერას, ტერორს და ასე შემდეგ. აი ეს არის დღეს
ქართული ოცნება, მისგან არაფერი სხვა არ დარჩა და ამიტომ სიმართლე გითხრათ, მე არ გამკვირვებია ის შეფასებები, რომელიც მათ აქვთ ახლა განკუთვნილი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მომხრეების. დღეს რაზე დგას ბატონ ნუგზარ ივანიშვილის რეჟიმი და აი თქვენ თქვით, რომ თავად საკუთარი რაღაცა ამომრჩევლების გამყარებაზე, ესე ვთქვათ, ვინც შერჩა მათზე მუშაობენო ძირითადად. თუმცა იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც მათი ამომრჩევლის თვალშიც კი იწევს განაწყენებას. იგივე თუნდაც აი არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით, ხომ, რაც ხდება აი ამ Eagle Hills-ის ინვესტიციებზე, დღესაც იყო საპროტესტო აქცია რადიკალური ჯგუფების მიერ ორგანიზებული, მაგრამ საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოვიდა გარეთ და თავად ქართული ოცნების წარმომადგენლებსაც არ მოსწონთ ეს და მათი პრეტენზიები ძირითადად ეხება, რომ არაბიზაცია არ უნდა მოხდეს ქვეყნის აი ამ კუთხით. აი თქვენი აზრით რაზე დგას დღეს ივანიშვილი, როდესაც ესეთ ხისტ გადაწყვეტილებებს, მათ შორის რომელიც შეიძლება მისი ამომრჩევლის ან მოკავშირის დაკარგვად, როგორც მაგალითად რადიკალური ჯგუფებია დაუჯდეს, მაინც იღებს და ირჩევს ამას. ამიტომ ვამბობ, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლებად დაინტერესებთ ამომრჩეველი. ძალაუფლების ინსტრუმენტები, რომელთაც ისინი ოპერირებენ, აღარ გულისხმობს საქართველოს მოქალაქეს. აღარ არის, მათ აღარ ჭირდებათ ის, რომ ვიღაცა მივიდეს და მისცეს ხმა. პირდაპირ არიან აი ამ ხიშტებზე ახლა გამაგრებულები და მხოლოდ ამით ცდილობენ მოიგონ არჩევნები, შეინარჩუნონ ძალაუფლება, სხვა შემთხვევაში იქნებოდა უბრალოდ აუხსნელი აი ეს ნაბიჯები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ და კიდევ არაერთი არის ასეთი ნაბიჯი. მათ აღარ აინტერესებთ საქართველოს მოქალაქე. რახან ჩამოვარდა საუბარი, მათმა ერთმა პროპაგანდისტმა თქვა, ხო, აშენდებაო ეს არაბული ქალაქი, მიხვალ და ნახავთო. აი ეს არის დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქის მიმართ, რომელიც რას ითხოვს? ხო არ ითხოვს, რომ რაღაც ქსენოფობიურად, რომ არ მოხდეს ამ პროექტის განხორციელება, ან გადაეღობოს ვინმე. უბრალოდ ვითხოვთ, რომ გვაჩვენეთ, რაზე ხდება ხელმოწერა. და მით უმეტეს ვთხოვთ, როგორ ხელისუფლებას, რომელიც ვნახეთ ცოტა ხნის წინ, რომ მათ პრემიერ-მინისტრს 20 მილიონი ლარი უბრალოდ სახში ედო. ოქროს ზოდები მათ მინისტრებს, მინისტრის მოადგილეებს, დაჭერილია თავდაცვის მინისტრი, ეს კიდევ დიდი სირცხვილი ქართული სახელმწიფოსი. დაჭერილია რაღაც სხვადასხვა მინისტრები, მათი მოადგილეები და ყველგან ჩანს ეს ოქროს ზოდები, ოქროს ნაკეთობები, ენით აუწერელი ფუფუნება და სიმდიდრე, რომელიც ისინი ცხოვრობენ. 20 ლარს უმატებენ პენსიონერებს და მათ შორის არიან ქართული ოცნების მხარდამჭერი პენსიონერები. ეს რაღაც სეგრეგაცია ხო არ ხდება? 20 ლარს უმატებენ მათ და 20 მილიონი აქვს პრაქტიკულად ყველა სახში შენახული. აი ეს არის რაღაცა მართლა დრამა, მართლა ტრაგიკული დისონანსი, რომელიც არსებობს საქართველოს მოქალაქესა და მათ შორის. და აი ამით არის ახლა განპირობებული აი ეს მოქმედებები. ხედავთ, რომ პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც ქვეყანაში დიდი ხანია უკვე არის, მაგრამ ერთი წელია განსაკუთრებული სახე მიიღო აი ამ ყალბის მქნელობის და ფალსიფიცირების გამო, უკვე გადაინაცვლა და ჩვენ თვალწინ არის ეკონომიკური კრიზისი, ფასების ზრდა, ადამიანების გაღატაკება, გაღარიბება, მომავლის არ ქონა. აი ესეთი ვითარება არის დღეს ჩვენ ქვეყანაში და ხელისუფლება კი ცხოვრობს სრულიად სხვა მოტივები ასაზრდოებს მათ ემიგრანტების ნაწილზეც მინდა გითხოთ და აი ეკონომიკურ პრობლემებზე რო საუბრობთ, აი მიმდინარე კვირაში თუ გასულ კვირას კობახიძემ განცხადება გააკეთა, არ ვიცი, ალბათ ნახავთ პარლამენტში, რომ შემწეობას იმაზე მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე ღარიბია და ეს პოლიტიკაც უნდა, ამ პოლიტიკასაც უნდა გადავხედოთ. ხო, აი რა სიტყვით ამ კუთხით? ძიმე ეკონომიკური კრიზისი, მარტო ეს არა, ძალიან კარგია, რომ ამ მიმართულებითაც წავიდა ჩვენი საუბარი. მაგალითად, მილიარდ ლარად იყო შეფასებული ახალი სტადიონის მშენებლობა. და დიდი ზარზეიმით გამოგვიცხადა კობახიძემ, რომ აი ეს არის სტაბილურობის ფასი, რომ ჩვენ გვაქვს ამდენი ფული, ჩვენ ავაშენებთ აი ახლა აი ამ უზარმაზარ სტადიონს.
დღეს განახლებულ ბიუჯეტის პროექტში ეს სტადიონი აღარ არის. იმიტომ რომ ფული აღარ აქვს, მხოლოდ თავისთვის დარჩათ ფული და იმ სპეცნაზელების მოსასყიდად, რომლებიც ხალხს ცემენ ქუჩაში. 150 მილიონი იყო განკუთვნილი ანაკლიის პორტისათვის სულ რაღაც 2-3 კვირის წინ, როდესაც პირველი პროექტი შეიტანეს პარლამენტში ბიუჯეტში. დღეს ეს 150 მილიონიდან დარჩა 30% მხოლოდ და მხოლოდ 50 მილიონი. იმიტომ რომ ფული აღარ არის, ეკონომიკური კრიზისი არის, სულ უფრო და უფრო მეც ითხოვენ ახლა მათი ხარდამჭერი სტრუქტურებში ვინც არიან და ხალხისთვის აღარ რჩება არაფერი. ამიტომ როდესაც ხალხისთვის არაფერი აღარ რჩება, ასეთ ხალხს უნდა წაართვა კიდევ ფული და მისცე იმათ, ვინც შენი ხელისუფლების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ამით არის განპირობებული, რომ პენსიონერს არაფერს არ აძლევენ და 700,000 ადამიანი არის ასეთი, ინფლაცია არის საოცარი და ამ დროს შენ მხოლოდ 20 ლარით უმატებ ამ ადამიანებს. კიდე რასაც აძლევდი სოციალურად დაუცველს, იმასაც არ თმევენ ახლა ამ ადამიანებს. სამოქალაქო უფლებები პრაქტიკულად ყველას აყარეს და ემიგრანტები, რომელიც თქვენ ახსენეთ, მთლიანად მოკლებული იქნებიან ამიერიდან ქართულ საარჩევნო სისტემაში მონაწილეობას, თუკი აი ამ ღარიბმა ხალხმა, რომელიც წელზე ფეხს იდგამს, იქ არ გადაიხადა $1000 დოლარი, რომ ჩამოვიდეს და ისევ წავიდეს. ამიტომ ყველანი კარგად ხედავთ ახლა, რომ პოლიტიკურმა კრიზისმა გამოიწვია ეკონომიკური კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი იწვევს კიდევ უფრო გავეშებას ამ ხელისუფლების, კიდევ უფრო მეტად დარღვევას ადამიანის უფლებების და ხაზგასმით ვამბობ, აქ აღარ არიან პოლიტიკური პარტიები. ის ახალი იდეოლოგია, რომელიც მათ შექმნეს, საქართველოს მოქალაქეს აღარ ითვალისწინებს, ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნის მთავარი სუვერენი, ხალხი, ჩვენი ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები გახდნენ ახლა დაუძინებელი მტერი ხელისუფლებისათვის და როდესაც პასუხებზეა ლაპარაკი, სწორედ ერთობლივი სოლიდარული პროტესტი არის შესაძლებელი აი ამ მართლა აღვირახსნილი თაღლითების და ქურდების შეჩერება. კი ბატონო